1800 პირველ წელს რუსეთის იმპერატორის მანიფესტით 12 სექტემბრის მანიფესტით ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა. 7 თვეში რუსეთი შეუდგა აპრილის თვეში 1802 წელს ამ თავისი გადაწყვეტილების განხორციელებას, ანუ რეალურად ლიკვიდაციას ქართლ-კახეთის სამეფოსი და რამდენიმე თვეში იმპერატორ ალექსანდრე პირველის კარზე აღმოჩნდა ერეკლე მეორის ვიცე-კანცლერი, ცნობილი ქართველი დიდი ისტორიული მოღვაწე სოლომონ ლეონიძე, რომელმაც რუსეთის იმპერატორს წარუდგინა ძალიან დიდი და სერიოზული გეგმა და ამ გეგმის მიხედვით ეს წერილობითი გეგმა იყო სოლომონი სთავაზობდა რომ არათუ არ გაეუქმებინა ალექსანდრეს ქართლ-კახეთი, არამედ გაეერთიანებინა სრულიად საქართველო. ყველა ის სამეფო სამთავრო, რომელიც ზოგი თავისუფალი იყო და ზოგი დასაბრუნებელი იქნებოდა. და სანაცვლოდ სთავაზობდა, რომ ქართული სამყარო უზრუნველყოფდა რუსეთის იმპერიის საუკუნო გაბატონებას სპარსეთის ყურეში, ხმელთაშუა ზღვაზე, კერძოდ მთელს ამ დიდ ისტორიულ ნაყოფიერ ნახევარმთვარეზე, ეს არის მოგახსენებათ ტიგროსის და ევფრატის ხეობა, სირია, პალესტინა და ნუ ამას უერთდება თქვა და ეგვიპტე იგივე, წითელ ზღვაზე გასასვლელი, ინდოეთის ოკეანეზე გასასვლელი, ატლანტიკის ოკეანეზე გასასვლელი. და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არგუმენტირებულად ქონდა დასაბუთებული და იქ სოლომონი ამბობდა, რომ თანამედროვე ქართულ, ანუ თავის თანამედროვე მე-18-მე-19 საუკუნის მიჯნის ქართველობას აქვს სრული კონტროლი ამ ტერიტორიებზე და თუ იქ მყოფი ქართველები რეალურად სიმბოლურად მუსულმანი ქართველები დაინახავენ რომ მათი დედასამშობლო ბოლომდე აღდგა ვიღაცის ხელშეწყობით და მფარველობით, ყველაფერს იზამენ რომ იქცნენ ამ სოფლიო ძლიერი ძალის ამ შემთხვევაში რუსეთის პარტნიორებად, რაც პირდაპირ უზრუნველყოფს რუსეთის სამუდამო გაბატონებას ევრაზიის კონტინენტზე. ერთი შეხედვით ეს მსჯელობა შეიძლება აბსურდულად ჩანდეს და თვითონ ალექსანდრე პირველიც ძალიან სკეპტიკურად შეხვდა, დუმილით შეხვდა, გამოისტუმრა კავკასიაში სოლომონ ლეონიძე, არც ხო უთხრა და არც არა, მიუჩინა ასე ვთქვათ სპეცსამსახური, რათა მათ მუდმივ კონტროლ ქვეშ ყოლოდათ, დაემუქრა რომ თუ კი ის დასტოებდა თქვა რუსეთის იმპერიის ფარგლებს, მას ყველანაირ ქონებას წაართმევდა და მის ოჯახს დააპატიმრებდა. რა თქმა უნდა ამით ვერაფერს ვერ მიაღწია. სოლომონი როგორც კი დარწმუნდა რომ რუსეთი მის წინადადებას არ უყურებდა სერიოზულად აგრძელებდა ჩვეულებრივ ესეთი ნაჯახის ფორმით კავკასიის და საქართველოს დაპყრობას, დასტოვა ქართლ-კახეთი, გადავიდა იმერეთში და სიცოცხლე შეწირა შემდგომში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. მაგრამ სოლომონის ამ დიალოგიდან ბუნებრივად მივდივართ თქვათ აი იმ პროცესების შესწავლის სურვილზე, რაც მაშინ ხდებოდა ერაყის ტერიტორიაზე, სირია, პალესტინაში, ეგვიპტეში და მართლაც დღევანდელი სამეცნიერო კვლევები პირდაპირ გვიმტკიცებდა, მიგვითითებს რომ სოლომონ ლეონიძე იყო მართალი. დიახაც 1704 წლიდან 1830-იან წლებამდე ერაყს მთლიანად აკონტროლებდნენ ქართველები, მეტიც. მათი ჰქონდათ ფაქტობრივად სრულიად დამოუკიდებელი და იურიდიულად ავტონომიური ეგრეთ წოდებული ბაღდადის საფაშო, რომელიც მოიცავდა მთელ თანამედროვე ერაყს, ბურსადან დაწყებული მოსულის ჩათვლით და ზედამატებულ დიარბაქირის პროვინციასაც კი, ანუ თანამედროვე თურქეთის სამხრეთს. პარალელურად ამ პერიოდში არსებობდა ეგვიპტის მამლუქთა ასევე ოფიციალურად ავტონომიური და ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც აკონტროლებდა მთელს დღევანდელ ეგვიპტეს, სირიას, ისრაელს, ლიბანს, პალესტინას და თანამედროვე საუდის არაბეთის ყველაზე დიდ სიწმინდეებს, ანუ მექასა და მედინას. და ორივე მათგანის სათავეში იდგნენ ქართველები. აი ეს პროცესი რომ წარმოვიდგინოთ არა თუ ქონდა აი ამ თქვათ ტერიტორიებს აი ამ კავშირი საქართველოსთან, თუ მართლაც და იყო იქ მოღვაწე მამლუქებში რამე შემორჩენილი ქართული, ალბათ ცოტა უფრო გულდასმით უნდა გავეცნოთ ხო ამ პროცესებს და თუ დავაკვირდებით ახლა მამლუქური მოძრაობა და ფენომენი მამლუქური უკვე ჩდება მე-12 საუკუნეში პირველად.
ეს იყო ყივჩაღების ნაკადი, რომელიც თქვათ სხვადასხვა არაბულ, სელჩუკურ ჯარებში, შემდგომში მონღოლურ ჯარებშიც აღმოჩნდებოდა ხოლმე სამსახურში. ანუ ეს იყო ერთგვარი მონათა რაზმები, რომლებიც აღწევდნენ თავისუფლებას, რელიგიით სუნიტები, ძირითადად უფრო ცხენოსნები და შემდგომში იქცეოდნენ რჩეულ-გვარდიად. ამ მამლუქებმა იმას მიაღწიეს აიუბიდების დინასტიას, სწორედ მათ მოუღეს ბოლო ჯერ სალადინის დროს მის სამსახურში იყვნენ. მე 1250-დან მოახერხეს, რომ რეალურად ეგვიპტე, სირია მთლიანად მათ ხელში გადავიდა. მაგრამ მე-14 საუკუნიდან უკვე ამ მამლუქებში ხდება სერიოზული ცვლილება, ნელ-ნელა მათ რიგებს ავსებენ კავკასიელები, ზოგი ნებიწასული, ზოგი შეიძლება მოტაცებული და ეგრეთ წოდებული ბურჯელთა დინასტია მოდის. 1517 წლამდე ეგვიპტის სასულთნო მთელ სუნიტურ სამყაროში ყველაზე ძლიერ სახელმწიფო თითულებოდა. სხვადასხვა ამ მამლუქმა სულთნებმა დაუბრუნეს საქართველოს იერუსალიმის კლიტანი, იგივე გიორგი ბრწყინვალეს და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ. მინდა გითხრათ, რომ აი ცნობილი აინჯალუთვის ბრძოლა, რომელსაც ძალიან თანაუგრძნობდა დავით ნარინი მონღოლების წინააღმდეგ მამლუქების მიერ გამართული 1260 წელს. სწორედ ეგვიპტელმა მამლუქებმა მოიგეს. აქ არ არის გამორიცხული, რომ ჯერ კიდე დავით აღმაშენებლის მიერ ჩამოსახული ყივჩაღებიდან არსებობდა გარკვეული კავშირები და თქვათ ფესვები ქართულ მამლუქური ურთიერთობის საწყისშივე მე-12-მე-13 საუკუნეში იწყებოდეს, მაგრამ რაც შეეხება აი უკვე მე-15-მე-16 საუკუნიდან მოყოლებული ეგვიპტის მამლუქებში, რომლებიც იქ სხვადასხვა სულთანმა დატოვა, მართალია ეს აღარ იყო სასულთნო და თქვათ სიმბოლურად არსებობდა ფაშა, რომელიც ხან ალექსანდრიაში, ხან ქაიროში იჯდა, მაგრამ რეალურად ვითომ დააკონტროლებდა ეგვიპტეს, სირიას. ფაქტობრივად ამ ტერიტორიების კონტროლი იყო მამლუქების ხელში და როგორც წესი 24 მამლუქი ბეი მართავდა მათ მიერ შედგენილი დივანი საბჭო ეგვიპტეს და მათ შორის მე-17 და მე-18 საუკუნეში ცალსახად ერთმნიშვნელოვნად დომინირებენ ქართველები. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ოსმალეთის იმპერიაში არსებობდა კიდე სხვა მონური წარმოშობის ჯარი, ეს იყო იანიჩარების ჯარი. რა სხვაობა იანიჩარებსა და მამლუქებს შორის? სხვაობა პირველი, იანიჩარები იყო კვეითი ჯარი. სხვაობა მეორე, იანიჩარები იყვნენ როგორც წესი შიიტური სექტის, ბექთაშთა სექტის მიმდევრები. ერთგვარად იანიჩარი იყო თითქოს და ალტერნატიული ნაწილი დანარჩენი ოსმალურ სამყაროს დამოკიდებული მხოლოდ სულთანზე. მათ ისედაც კაპიყულის ეძახდნენ და კაპიყულის ასე ვთქვათ სეგმენტს წარმოადგენდნენ, თითქოს და ცოლშვილი არ უნდა ყოლოდათ, ამით იყვნენ განსხვავებული. მამლუქებთან საერთო ის ჰქონდათ, რომ ორივენი აუცილებლად ქრისტიანები უნდა ყოფილიყვნენ წარმოშობით 12 წლამდე, განსაკუთრებით მინიმუმ 12 წლამდე და მეორე, ორივე სეგმენტში ჩვენ ძალიან დიდი დოზით გვხვდება ქართული თქვათ შემადგენელი ქართველები, როგორც იანიჩარებში, ასევე მამლუქებში. ოღონდ სხვაობა ის არის, რომ თუ კი თქვათ საბოლოო ჯამში იანიჩარი მაინც იურიდულად სულთნის მონად რჩებოდა სტატუსით და იურიდულად მას ცოლის მოყვანის უფლება არ ჰქონდა. მამლუქი ეს უკვე იყო, ეს ყოფილი მართალია მონა იურიდულად, მაგრამ შემდგომში არის პიროვნულად თავისუფალი, მას ხარამხანები ხავს, ის არის ტრადიციული სუნიზმის მიმდევარი თითქოს და ისე რომ დავაკვირდეთ უფრო თავისუფალი სექტანტობისგან, ესე ფანატიკური ისლამისგან და ავტონომიერულია, რა თქმა უნდა, სულთანთან მიმართებაში. შესაბამისად, თუ კი ვთქვა იანიჩარების ნახევარი მაინც იყო არაკავკასიური წარმოშობის, ვთქვა იგივე სლავური ფენომენი. მამლუქთა შორის მე-17-მე-18 საუკუნეში ცალსახად ერთმნიშვნელოვნად დომინირებენ კავკასიელები, ქართველები და ჩერკეზები, ეგრეთ წოდებული ჩერკეზები, რომელშიც მთელი ჩრდილო-დასავლეთ კავკასია იგულისხმება. განსაკუთრებით საინტერესოა მამლუქური ეგვიპტის და მამლუქური ერაყის პერიოდი და სწორედ ის პროცესი და ის მოვლენა, რომელსაც სოლომონ ლეონიძე გულისხმობს. 1760-იან წლებში ხდება ასეთი რამ, რომ ეგვიპტის მამლუქთა სათავეში მოდის ვინმე ალი ბეი. ეს არის დედით მამი დაბადებით ქართველი, რომელიც თანდათანობით აღარ სჯერდება ბეგისა და ბეისა, ბაისა და ემირის, ანუ ამირას ტიტულს და მიიღებს სულთნის წოდებას.
ეს მისი გასულთნება ემთხვევა 1768-74 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომს. ალიბეის აქ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ერეკლეს სამეფო კართან. ასევე სოლომონი ზოგადად ქართულ სამყაროსთან ძალიან კარგად ფლობს იმდროინდელ პოლიტიკურ ისტორიულ ვითარებას და როდესაც რუსული ფლოტი სხვადასხვა შემოდის ხმელთაშუა ზღვაში ბალტიის ფლოტი ალექსეი ორლოვის მეტაურობით პირდაპირი კავშირი აქვს ალიბეის, რომელიც უკვე სულთნად არის გამოცხადებული და სთავაზობს, რომ თუ თქვათ ეს ფლოტი ცოტა მეტ ძალისხმევას გამოიჩენს, რომ პირდება, რომ კონსტანტინოპოლსაც კი აიღებს. და მართლაც ალიბეის ჯარები ხო თავისთავად დამასკოსაც იკავებენ, ალეპოსაც იკავებენ და უკვე შეიჭრებიან მცირე აზიის ნახევარკუნძულზე. და ამ დროს ხდება ესეთი რამ. რა თქმა უნდა, რუსეთი ხელს დაიბას როგორც ჩვევია. ანუ ნაწილობრივ ამ ჩესმენის ბრძოლით თავისი ვითომ და მისია შეასრულა ამ პირობებს არღვევს, ხოლო ოსმალეთის სულთანი კავშირს ამყარებს ერთი ცნობილი ქართველის ასევე ეს იყო ჯეზერლი, ანუ კაიზერლი ესე ერქვა აზამ ფაშას მეტაურობით, რომელიც ძალიან საინტერესო კაცი ასევე საქართველოსთან წასული 50 წლამდე სხვადასხვა თანამდებობებზე იყო, იანიჭარი იყო სხვა შორის ოსმალეთის სამეფო კარზე. შემდგომში სადაც აი 50 წელს მიღწეული დაინტერესდა საზღვაო საქმით, მან გადაარჩინა ჩეშმეცმენის ბრძოლის შემდეგ ოსმალეთის ის ფლოტი, რაც კი გადარჩა და ამიტომაც ის დააჯილდოს დაინიშნა უკვე 60 წელში გადასული კაცი, რა ქვია, ადმირალად, უმაღლეს ადმირალად ოსმალეთის არმიის კაპიტან ფაშად და შემდგომში ის ხდება ოსმალეთის დიდი ვეზირიც. და აი ამ ჰასან ფაშის თაოსნობით ალის დაუპირისპირდებიან მისი თანამებრძოლები, ასევე ქართველები განუდგებიან, საერთო ენას გამონახავენ ჰასანთან ბაგდადს და ალეპოს შემდგომ ჯარებს ასევე ვთქვათ გამოიყვანენ ალის დაქვემდებარებიდან და აღმოჩნდებიან ისინი ნაცვლად ალისა ეგვიპტის სათავეში. ოღონდ ეს ოსმალეთიდან იურიდიულად გამოყოფის და ცალკე სასულთნოდ ჩამოყალიბების პროცესი გარკვეულწილად გადავადდება. აი ამ პერიოდიდან უკვე ალის ენაცვლება ორი სხვა ქართველია. უბრალოდ სამი, იმიტომ რომ თვითონ ეს კაბუდან ფაშა ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს, მაგრამ მათთან ერთად მურად ბეგი, ცნობილი მურად ბეგი, ეს ნაპოლეონის ლაშქრობის ძალიან აქტიური და ეგვიპტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი გმირი და მოღვაწე და ასევე კაცმა რო თქვა საქართველოს ისტორიაშიც არც თუ მე ასე ხარისხოვანი პირი აბრაამ შინჩიკაშვილი, იგივე იბრაჰიმ ბეგი. ეს ძალიან საინტერესო პიროვნებაა. ეს არის კაცი, რომელსაც უმჭიდროესი კავშირი აქვს ერაკლე მეორესთან, მუდმივად უგზავნის ეგვიპტიდან ფულს, იგივე მორიგე ჯარის დასაფინანსებლად, რომელიც 74-ში შექმნა ერეკლემ, თქვათ, სხვადასხვა რაზმების დასაფინანსებლად რეფორმებისთვის. და კიდევ ერთი რამ ცნობილი ფაქტი, რომ მან ერეკლეს გამოუგზავნა თანხა, რათა ერეკლეს მისი დედისთვის, რომელიც მარტყოფში ცხოვრობდა და მარტყოფიდან იყვნენ, რომელიც უკვე მოხუცი იყო და ვეღარ ახერხებდა სახლიდან მოშორებით ტაძარში ყოველდღიურად სიარულს, სახლის სიახლოვეს ტაძრის აშენება და აი ეს ტაძარი, რომელიც იბრაჰიმ ბეგ შინჩიკაშვილის ფულით აშენდა მარტყოფში, დღეს არსებულ ტაძართაგან ყველაზე დიდი გრანდიოზული ტაძარია. დღემდე შემორჩენილი ღვთისწყალობით. რა თქმა უნდა, იბრაჰიმ ბეგი ისე როგორც მურად ბეგი, ესენი იყვნენ სიმბოლურად მუსულმანები. ეხლა ადამიანი, რომელიც ტაძარს აშენებს, რომელიც თქვა ვერ ივიწყებს დედას, მშვენივრად ახსოვს თავისი სიჭაბუკე მონათული ქრისტიანად, მისთვის ეს ისლამი მხოლოდ სიმბოლური ედვარი საფარველი იყო. ზუსტად ამ პერიოდში და სხვა შორის ესენი იქნებიან პირამიდასთან ბრძოლის გმირები. და შემდგომში სხვა შორის ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ რატომღაც გვავიწყდება, რომ ნაპოლეონმა რო ვერ აიღო სენჟანტ აკრად, ანუ ძველ აკრად, დღევანდელ აკოთ წოდებული ჯვაროსნების ყოფილი დედაქალაქი და მერე პირი იქცია და წავიდა საფრანგეთში და მერე კლებერის არმია დანებდა, ხო? აქ ხო ლომის წილი, რა თქმა უნდა, ისე მამლუქებს ჰქონდათ. და ამ მამლუქთა მეტაურები სწორედ იყვნენ მურად ბეგი და იბრაჰიმ ბეგი იმ პერიოდში. მაგრამ მათ პარალელურად ამ დროს უკვე ეს კაპუდან ფაშა გარდაცვლილა 1790-ისთვის. მაგრამ პარალელურად აი ამ დროს 1780 წლიდან მოდის ერაყის სათავეში ერაყის მამლუქთა დინასტიის ყველაზე ცნობილი წარმოადგენელი, ეს არის სულეიმან დიადი. სულეიმან ეს არ უნდა აურიოთ, რა თქმა უნდა, ოსმალეთის სულეიმან დიდებულად წოდებულ სულთანში,
ეს ბუიუქი სულეიმანი და ეს არის 1780-1802 წლები, რომელიც ეკუთვნის ჰასანის მიერ დაარსებულ 1704 წელს ქართულ დინასტიას, რომლის ხელში, როგორც თქვით, არის მთელი ტიგროსის და ევფრატის ხეობა, ფაქტობრივად სათავეებიდან მოყოლებული. ვიცი ჩვენ რომ ერაყი არის ქურთები დასახლებული, გარდა სუნიტების, შიიტები დასახლებული და ირანელ შიიტ ქართულ ხანებთან. და ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენს. იცით რა ოსმალეთის ტახტი შეეგუა, რომ აი ამ ჭრელ შუამდინარეთს ის ვერ გააკონტროლებს. ძალსახად და ვერ გადმოიყვანს თავის შუაზე და ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის დასაწყისში შეეგუა, რომ აი აქ რაღაც ერთგვარი ავტონომია, ბუფერული სახელმწიფო ყოფილიყო. ეს ბუფერული სახელმწიფო ირან-ოსმალეთის სივრცეებს შორის სწორედ ჩამოუყალიბეს ქართველებმა, რომლებმაც მოახერხეს რომ ეს სახელმწიფო ირანის ისეთი ძლევამოსილი შახისგან, როგორც ნადირ შახი იყო, იმისგანაც კი დაეცვათ. არავის ხელში არ აღმოჩენილიყვნენ. სპარსეთის ყურეში გასასვლელად ძალიან მჭიდრო კონტაქტი ბრიტანეთის ოსტ-ინდურ კომპანიასთან და ძალიან მჭიდრო კონტაქტი საქართველოს სამეფო კართან. მათ ოჯახები საქართველოში ყავდათ. მუდმივი მჭიდრო კონტაქტი იყო. დავაკვირდეთ რა პროცესია ეს, ნახეთ ზუსტად როდესაც აი ერეკლეს მოღვაწეობის ბოლო ხანა. ამ პერიოდში რა ხდება იმ ქართულ პროვინციებში, ერთი წამით გადავხედოთ, ალბათ ესეც საჭიროა, სადაც ასე ვთქვათ მუსულმანები მმართველობენ. დაოკლარჯეთა წოდებულ ყოფილ მესხეთში, სამცხე-საათაბაგოში. ამ დროს აქ სათავეში მოდის ორი კაცი, რომლებიც ერთმანეთს ენაცულებიან ფაშობაში. ესენი არის შერიფ ფაშა ჯახელი და სელიმ ფაშა ხიმშიაშვილი. მაგრამ ეს ორივე ფაშა არის ანტიოსმალი. ორივე ცდილობს, რომ საბოლოოდ გამოყოს მესხეთი ოსმალეთისგან და ბოლოს ჩვენ ვიცით, რომ მე-19 საუკუნის 10-იან წლებში დიდი აჯანყება ჰქონდა ოსმალეთის წინააღმდეგ მოწყობილი ამ ცნობილ სელიმ ფაშა ხიმშიაშვილს და შეეწირა კიდევაც ამ აჯანყებას. ანუ როგორი სიტუაცია გვაქვს, რომ ქართველები, რომლებიც ხონდ სიმბოლურად არიან მუსულმანები, აკონტროლებენ მთელ ისტორიულ მესხეთს, აკონტროლებენ დღევანდელ ერაყს, თურქეთის აღმოსავლეთ პროვინციებს, სირიას, პალესტინას, მექას, მედინას, ეგვიპტეს. და ამ ქართველებს უმჭიდროესი კავშირი აქვს ერეკლეს სამეფო კართან, უმჭიდროესი კავშირი აქვს სოლომონთან. ეს ის პერიოდია, როდესაც დასავლეთ საქართველოს ფაქტობრივად გაერთიანებულია სოლომონის, ასე ვთქვათ, ტახტის ქვეშ აღმოსავლეთ საქართველოს თავისი ერეკლეს ემორჩილება განჯის და ერევნის სახანოები და ნახჭევანის სახანო, ჩრდილოეთ კავკასიის დიდუელები მას თავიანთ უზენაეს მართლა და მეფედ აღიქვამენ და ბოლოს 1799-ში დასავლეთ საქართველოს დელეგაცია ჩამოდის და ერეკლეს ეხვეწება სრულიად საქართველოს გაერთიანოს. 1795 წლიდან დასავლეთ საქართველოს აღარ ირჩევს მაქსიმე აბაშიძის გარდაცვალების შემდეგ ცალკე კათოლიკოს პატრიარქს და ერთ კათოლიკოს პატრიარქს აღიარებენ დოსითეოს წერეთელი და ექვთიმე გაენათელი შარვაშიძე სხვათა შორის გვარად. და აი ამ სიტუაციაში სწორედ უხსნის სოლომონ ლეონიძე, რომ ყველა ამ ქართველს, ქართველობას მოწყურებულ, საქართველოსთან დაბრუნების ქართველს, აქ მომზადებული, მოზიდული, ხმალი, გული, სული, აზროვნება, რომ გაერთიანდეს, აღდგეს საქართველო და ვინც ამაში საქართველოს გვერდში დაუდგება. ეს იქნებოდა ბრიტანული ოსტ-ინდური კომპანია, ეს იქნებოდა საფრანგეთი, ეს იქნებოდა რუსეთი, საუკუნოდ მისი ძმად იქნებოდა. და ეს კი უზრუნველყოფდა პირდაპირ იმას, რომ საქართველოს მოკავშირე დიდი ზე სახელმწიფო სამუდამოდ დამკვიდრდებოდა ინდოეთის ოკეანეშიც, სპარსეთის ყურეში, თავისთავად წითელ ზღვაზე და ხმელთაშუა ზღვაზე. და აი ეს ყველაფერი დაიგნორა რუსეთმა. დაიგნორა ის, რომ ჯერ კიდევ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი საქართველოს საეკლესიო კრების წევრი იყო, დიკასტერიის წევრი იყო 1811 წლამდე სამჩვენი ავტოკეფალია არ გაუქმეს და იქიდან მამლუქებმა არ გამოყარეს რუსები. ეს ყველაფერი დაიგნორა და განაგრძო საქართველოს სამეფოს აღმოფხვრა, გაუქმება. 1867 წლამდე გაუქმება და ჩვენ ამასობაში გაილია ქართველი მამლუქები იმდროულად დაკარგეს იდეა, რასაც ემსახურებოდნენ დიადი საქართველოს აღდგენის იდეა და ნელ-ნელა დაკარგეს გავლენა ეგვიპტეშიც, მერე ერაყშიც და ამით ვერც რუსეთმა ვერასოდეს ვერაფერი ვერ მოიგო. ეს იყო დიადი ისტორიული შანსი
რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ქართველებმა მაშინ ვერ განვახორციელეთ, რადგან ვინც ძმა გვეგონა მტრად გვექცა. მოგესალმებით. დღეს ჩვენი საუბრის თემაა ნაპოლეონის ლაშქრობა ეგვიპტეში და რა თქმა უნდა კონტექსტი არის მამლუქები და ნაპოლეონი. მათი ურთიერთდამოკიდებულება, ქართული ფაქტორი და ნაპოლეონის ფაქტორი. ამ თემაზე ძალიან ბევრი დაწერილა, შესწავლილა, მაგრამ ძირითადად აქცენტი ყოველთვის კეთებოდა ისეთ რაღაცებზე, როგორც იყო მაგალითად ნაპოლეონის პირადი მცველი ვინმე რუსტამი, რომელსაც თვლიდნენ რაზმაზე რაც ისულელია, საერთოდ ქართველიც არ იყო რუსტამი. წარმოშობით რაც მისი მემუარებიდან ჩანს. ასევე ვთქვათ, ქართველების გმირულ ბრძოლაზე, აქ არის საუბარი იბრაჰიმ ბეგის და მურად ბეგის პირამიდებთან ბრძოლაში, შემდგომში თანამშრომლობაზეც ნაპოლეონთან და ასე შემდეგ. და აი ამ ყველაფრიდან იკარგება ის მთავარი კონტექსტი და ის მთავარი თემები, რაც აი იმ პერიოდში იყო ყველაზე მთავარი და აქტუალური, რაც ვერ გამოიყენა თვითონ ბონაპარტმა და რაც სხვათა შორის ქართული სამყაროსთვის არანაირი მოგების მომტანი არ გამხდარა და პირიქით ძალიან სერიოზული შესაძლებლობები გაგვაშვებინა ჩვენს ხელიდან და თვითონ ცნობილ კორსიკელსაც. რას გულისხმობ? ისტორიულად საფრანგეთის მთავარი პარტნიორი ისლამურ სამყაროში მოყოლებული მე-16 საუკუნიდან მაინც იყო ოსმალეთი. მეტიც კარდინალი რიშელი, რომელიც კათოლიკე იყო, მოგეხსენებათ კათოლიკე კარდინალი იყო, ამჯობინებდა საღვთო რომის იმპერიის და იმპერატორის წინააღმდეგ, თქვათ, ალიანსში შეეკრა ოსმალეთთან და უშუალოდ ოსმალეთის სულთანთან. სანაცვლოდ და საპირისპიროდ ამისა, ოსმალეთის დაუძინებელი მტრის შიიტური ირანის პარტნიორი უკვე მე-17-მე-18 საუკუნის მიჩნდნენ ჯერ არიან ნიდერლანდელები და მერე ძალიან ინტენსიურად ბრიტანელები. მე-18 საუკუნე ეს არის ირანში, ისე როგორც ინდოეთში ბრიტანეთის დომინაციის პერიოდი. და ესეთ შეგნილ ვითარებაში რევოლუციურ საფრანგეთს, რომლის მოწინააღმდეგეც იყო ბრიტანეთი, რომელსაც მიზნად ჰქონდა, რომ ევროპიდან ინდოეთამდე გზა მოეჭრა ერთგვარად ალტერნატიული თავის მხრიდან კონტროლირებადი გზა გაეხსნა ინგლისელების საპირისპიროდ. ანუ წითელი ზღვა გაეკონტროლებინა. აი ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა ანტიბრიტანულ ძალას შეჰკრო და ალიანსი დაედო საფრანგეთს და ის ეწარმოებინა საქმე, რომ ეს ყველაფერი, ეს ოპერაციები მარტო სამხედრო გმირული ბატალები არ ყოფილიყო და დამთავრებული იყო მართლაც სერიოზული გეოპოლიტიკური და გლობალური პოლიტიკური შედეგით. ამ თვალსაზრისით ყველაზე საინტერესო და აი პირდაპირ ჩამალული იარაღი იმ აღმოსავლეთის, იმ დროინდელი აღმოსავლეთის რეალობაში იყო ქართული ფაქტორი. რას გულისხმობ? 1780-იანი წლებიდან 1810-იან წლებამდე თვითონ ოსმალეთისგან ფაქტობრივად აბსოლუტურად დამოუკიდებელ ერაყ, სირიასა და ეგვიპტეში მმართველობდნენ და ხელისუფლება ხელში ჰქონდათ ქართველებს. კერძოდ, ნაპოლეონის ლაშქრობის დაწყების წინ თვით ოსმალეთის დიდი ვეზირი, სარდალი, სხვათა შორის აბუკირის კონცხთან გამართული ბრძოლის მონაწილეს და მერე ნაპოლეონის არმიის დატყვევების მონაწილეც ეს არის ბრმა იოსები, გიორ იუსუფი, ქართველი, რომლის ქართველობაც ოსმალურ ნებისმიერ ევროპულ წყაროში ცალსახად არის ხაზგასმული. ცალთვალა ბრმა გენიალური სარდალი, იმ პერიოდის ოსმალეთის სინამდვილეში ყველაზე სერიოზული გენერალი. და ამავდროულად რასთავარია პირველი მინისტრი, ვეზირი, რომელსაც მე-18-მე-19 საუკუნის მიჯნაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში ოსმალეთისა გაცილებით დიდი გავლენა ჰქონდა ვიდრე თვით სულტანს. ამ დროს შევხედოთ ეგვიპტეს. ეგვიპტეს მართავს იბრაჰიმ ბეგ სინჯიკაშვილი, რომელზეც ჩვენ მონათხრობი გვაქვს თვით მარტყოფის ტაძარი აქ აშენებული და მურად ბეი, ორივე ქართველი. და ავიღოთ ერაყი. ერაყს დაახლოებით 100 წლის განმავლობაში მე-18 საუკუნის შუა პერიოდიდან მე-19 საუკუნის შუა პერიოდამდე მამლუქური დინასტია მართავდა და რა თქმა უნდა ყველანი ისინი ქართველი იყვნენ. მაგრამ მათ შორის ყველაზე გამორჩეული იყო სულეიმან ბიუიკი, რომელსაც ქართულად ეწოდება სოლომონ, სულეიმან დიდი.
ეს იყო ერაყის ისტორიაში ყველაზე დიდებული პიროვნება, რომელმაც რეალურად არა თუ ჩამოაყალიბა, არამედ იმდროინდელ აღმოსავლეთში ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ გადააქცია ფორმალურად ოსმალეთის ვასალი ერაყი. და ნახეთ რა არის, რომ სამივე ეს პიროვნება არის ქართველი, ანუ იბრაჰიმ ბეკიც, დიდი ვეზირიც ოსმალეთის და ერაყის მმართველიც. სამივეს და მურად ბექსაც თავისთავად მეოთხე ეგვიპტეში მოღვაწეს პირდაპირ კავშირი აქვს საქართველოსთან. სხვათა შორის ნაპოლეონის ლაშქრობის წინ გარდაიცვალა ერეკლე მეორე და ჯერ კიდევ საქართველოს სერიოზულ ანუ ქართლ-კახეთის სამეფო აღმოსავლეთ ამიერკავკასიის 50%-ზე მეც აკონტროლებს. ეს ძალიან სერიოზული ქვეყანაა ჯერ კიდევ. და ამ პერიოდში შენ რომ მოდიხარ და ეძებ დასაყრდენს. რა თქმა უნდა ლოგიკური იქნებოდა ქართულ მამლუქურ მეცაც გეტყვით იანიჩარულიც. იმიტომ რომ ამ პერიოდის იანიჩარებში ძალიან ბევრი ქართველი იყო. იმიტომ რომ ვინც კონსტანტინოპოლში წინააღმდეგებოდა იანიჩარი იყო და მხოლოდ ამ ამბების მერე გაუკვდება ოსმალეთში იანიჩართა корпуსი. აი ამ ფენომენთან ალიანსის შეკრა, რომელიც რეალურად აკონტროლებდა სიტუაციას, რომელიც რა თქმა უნდა არც ერთ შემთხვევაში არ იქნებოდა თქვათ თვითმიზნად რო ქონდა კაცგაყდარი ესეთი პრო-ანგლული და პრო-ინგლისელი და ყველანაირი შანსი იყო რომ ნაპოლეონი თუ მოძებნიდა უпроსორად დირექტორიის ადმინისტრაცია საფრანგეთის მაშინდელი ადმინისტრაცია და რა თქმა უნდა ნაპოლეონის არმიაშიც არაერთი დიპლომატი იყო მეცნიერი იყო საერთო ენას თუ გამონახავდნენ სავსებით რეალური იყო რომ ოსმალეთი თავისი ერაყით და ეგვიპტით თეორიულად ვიზახი საფრანგეთის მხარეს აღმოჩენილიყვნენ და ამავდროულად სერიოზული დასაყრდენი გასჩენოდათ კავკასიაში, რომელიც ამ პერიოდში საქართველოს გულისხმობ, თბილისის გულისხმობ, ევროინტეგრაციას ფიქრობს, ცდილობები აქვს, მანამდე ჩავარდნილი აქვს ტრაქტატი ბრიტანეთთან, ნუ გასაგებია სხვადასხვა მანიპულაციების და რუსეთის სპეცსამსახურის საქმიანობის გამო, მაგრამ ამის ცდილობა ჯერ კიდევ 1792-ში ჰქონდა. ტრაქტატის ცდილობაც გარკვეულწილად იყო ევროინტეგრაციის ცდილობა და ეხლა გამოდის ახალი ძალა საფრანგეთი, ხო? რომელსაც სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ ამ პერიოდში ძალიან ცოტა ხანში ძალიან დიდი კეთილშობილებით შეხედავს ერეკლე პირველი შვილიშვილი და დიდი პატივისცემით ბაგრატ ბატონიშვილი, რომელიც მას წმინდანებს ადარებს, იმიტომ რომ ქრისტიანობა აღადგინაო რევოლუციურ საფრანგეთშიო და ეკლესია დააბრუნო და ასე შემდეგ. ანუ პრო-ფრანგული განწყობები არსებობდა ქართულ სამყაროში. მაგრამ ნაპოლეონი მიდის აბსოლუტურად სხვა გზით. ის უპირისპირდება მამლუქებს ჯერ ეგვიპტეში და ბეჭდავს პროკლამაციებს, აქვეყნებს, რომ თავისუფლება არაბებს ძირს ოსმალები, ძირს რა ქვია დამპყრობელი მამლუქები. ეს ისეთი ლოზუნგებია, რომელიც დღევანდელ დღესაც კი არ ესმით კარგად ეგვიპტეში და ჩვენ ყველას გვახსოვს ის ფერადოვანი რევოლუციას. მერე ამერიკა იძულებული გახდა, რომ ისევ სამხედრო დიქტატურისთვის დაეჭირა მყარი და მისი მმართველობა დაეშვა ეგვიპტეში, იმიტომ რომ სხვაგვარად შეიძლება ტერორისტულ ორგანიზაციად გადაქცეულიყო გლობალურად მთელი ეგვიპტე. და თქვა თავად განსაჯეთ 200 წლის წინ 220 წლის წინ თუ რა სიტუაცია იყო ეგვიპტეში აბსოლუტურად გაუგებარი გახდა და დარჩა ეგვიპტის მთაში მცხოვრები არაბებისთვის, არაბულენოვანი მოსახლეობისთვის ნაპოლეონის ლოზუნგები. საერთოდ არ შეეხო კოპტებს, არადა 30% ქრისტიანი კოპტი იყო. ესეც გაუთვალისწინებელი. ხო თქვა დასაყრდენად რომ ამ ხალხის ზემნა დაეწყო. და ვინც მართლა სიტუაციას ქმნიდა, აკონტროლებდა მამლუქები. ისინი პირველ მტერად გამოაცხადა. ვისთვისაც ეს შეიძლება საინტერესო ყოფილიყო იმ პერიოდში, იყო ოსმალეთი, მაგრამ ოსმალეთიც მტრად გამოაცხადა. და რეალურად ისე დააჯგუფა რა ოსმალეთი, მამლუქები იმ ბანაკში, სადაც იყო დიდი ბრიტანეთი. სადაც თქვათ ფლოტს მართავდა ჰორაციო ნელსონი და მიიღო კიდევ შედეგი. ეს იყო აბუკირთან მარცხი, შემდგომში ნაპოლეონი 99-ში მორბის საფრანგეთში რომ სიტუაცია ხელში აიღოს და თქვათ ცნობილი ნოემბრის ან თვრამეტ ბრიუმერის გადატრიალება განახორციელოს და გახდეს კონსული. სხვათა შორის ამასობაში ზუსტად მისი ეგვიპტეში ყოფნის დროს ზიგი საფრანგეთმა იმდენ იქნა რომ ბრიტანეთის დაუძინებელი და მიუღებელი მტრები საღვთო რომის იმპერიაც და რუსეთიც პირიქით იგივე ბანაკში აღმოაჩინდა და იტალიაში ნაპოლეონის დაპყრობილ იტალიაში ისე იმოქმედა ამ საღვთო რომის არმიამ რომ
რეალურად, ანუ ავსტრიასაც მერე ვეძახდით და დავარქმევთ 1806-ის მერე. გაყარა ფრანგები და შედეგად მივიღეთ ძალიან მარტივი სურათი. ნაპოლეონის ლაშქრობის შედეგად საფრანგეთი დარჩა აბსოლუტურად მარტო დანარჩენ სამყაროსთან. ისინი, ვინც მტრები იყვნენ ბრიტანეთის, ნაწილობრივ ან მთლიანად ბრიტანეთის პარტნიორებად გადააქცია, როგორც ქართველი მამლუქები, ისევე ოსმალეთის ადმინისტრაცია. აღარაფერს ვამბობ, როგორც თქვით, იგივე რუსეთის ხელისუფლებაზე იმ პერიოდის. მან არათუ ხელიდან გაუშვა წითელი ზღვის გაკონტროლებისა და ინდოეთის ოკეანემდე და ინდოეთამდე მისასვლელი გზები. ამ ლაშქრობის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იყო, რომ ამიერიდან აღარ ასოდეს ოსმალეთი, ანუ შემდგომდროინდელი თურქეთი, საფრანგეთის პარტნიორი აღარ ყოფილა. ამ ლაშქრობის შედეგი იყო, რომ არაბულ სამყაროსთან საფრანგეთმა დაკარგა ნდობა და დიალოგის უნარი. და სხვათა შორის ეს თავს იჩენს შემდგომშიც 70 წლის მერე, როდესაც ნაპოლეონ მესამე დამარცხდება პრუსიასთან ბრძოლაში, მაშინ თქვათ სუეცის არხი ფრანგების გამყვანილი იყო და თავარი მოცილე და მეპატრონე საფრანგეთი იყო. მაგრამ თითქმის უსასყიდლო და უომრად არხიც და მისი კონტროლიც არაბებისა და ოსმალეთის ძალისხმევით გადავიდა ბრიტანეთის ხელში. და აი ამ ყველაფრისაც მერე მოხდება, ხო? 70 წლის შემდეგ ფესვები და ძირი იმ შეცდომებშია საძებარი, რომელიც ნაპოლეონმა განახორციელა. ანუ ერთი შეხედვით ის ძალიან რომანტიული ბრძოლა, რომელსაც თქვა ნაპოლეონი ატარებს პირამიდებთან, მეორე კუთხი და მეორე ხედვით წმინდა სამხედრო პოლიტიკური გეოპოლიტიკური თვალსაზრისით იყო კატასტროფა და იმ პერიოდის საფრანგეთის გეოპოლიტიკური და ზოგად საერთაშორისო პოლიტიკური აზროვნების სიმცირის დასტური. რაც შეეხება თავად მამლუქების ბედს, გნებავთ ოსმალში იანჩარების ბედს, სხვათა შორის ნაპოლეონის ლაშქრობამ ბიძგი მისცა ერთ პროცესს, რომელიც საკმაოდ სავალალოდ დამთავრდა, ანუ ქართული ფენომენისთვის, როგორც ერაყში, ისე ეგვიპტესა და ზოგადად ოსმალეთში. ჯერ ხელისუფლება დაკარგეს ეგვიპტეში ქართულმა მამლუქებმა და ალბანელმა მუხამედ ალმა იყო. შემდგომში იგივე გამეორდება უკვე 20-იან წლებში ერაყის ტერიტორიაზე, როდესაც დაუდ-ფაშა მანდელაშვილი დაკარგავს ხელისუფლებას და ამის პარალელურად მოხდება საერთოდ იანიჩართა კორპუსის დემონტაჟი სტამბოლში, კონსტანტინოპოლში და კი ბატონო, შემდეგაც ხედავთ ჩვენ ქართველებს იქ ასე ვთქვათ პორტასთან და სამეფო კარზე, მაგრამ ესეთი სეგმენტები, რომლებიც ვთქვათ ქართულ საქმეს აკეთებდნენ ელემენტარულად, ჯვრის მონასტერს ფარველობდნენ, ათონის მონასტერს ფარველობდნენ, ამას თუ დავივიწყებთ ქართული მამლუქების ვთქვათ ხვედრს ქართული სიწმინდების შენახვაში, ეს პანჯარა საქართველოსთვის დაიხურა, ეს წიგნი გადაფურცული იქნა და 1801-ის მერე საქართველო რუსულ სივრცეში აღმოჩნდა, მამლუქებმა ხელისუფლება დაკარგეს, საფრანგეთმა აქედან ვერაფერი ვერ მოიგო.